გამარჯობა. დღეს ჩვენ მივდივართ ერთ-ერთ დაცულ ტერიტორიაზე, ეს არის კოლხეთის ნაკრძალი და დღეს მე კოლხეთში წამოვყვება კოტე ბათმანიდი, რუსთავი ორის გაყიდვის უფროსი და ჩემი დიდი ხნის მეგობარი. გიორგი. კოტე. და სხვა შორის რატომ გადავწყვიტ ტეთ-უფროსად მე და კოტემ რომ ერთად წავსულ ვიყავით. როდესაც მიდიხარ კოლხეთის ნაკრძალში, რა თქმა უნდა, იქ არის პალიასტომი, იქ არის უამრავი თევზი და იქ უნდა წავიდეს ესეთი ადამიანი, ვისაც ძალიან უყვარს თევზაობა. კოტე არის სწორედ ესეთი, ნახეთ რა ხდება მანქანაში. ხო, ჩვენ ვცდილობთ რომ მოვემზადოთ უკვე, ასე ვთქვათ, ჩავლაგდეთ, მზად ვიყოთ იმისთვის, რაც დაგხვდება. ყოველ შემთხვევაში ძალიან საინტერესოა კოლხეთის დაბლობი თავისი ნაირსახეობი თევზის, რა თქმა უნდა. თან ახლა სეზონია. თან არის ახლა უკვე სეზონი. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ ბრაკონიერები და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს, ასე ვთქვათ, უთმობთ იმას, რომ როდის შეიძლება, როდის არ შეიძლება. დასთავარი ეს არის ადგილი, სადაც შეგვიძლია რომ დავისვენოთ. მე არ ვარ იქ ნამყოფი და მოდი ვნახოთ, როგორი, ასე ვთქვათ, წარმოდგენა შემექნება. ეს რები კიდევ ახლა მანახნა. აქ უამრავი რაღაცა არის, ძირითადად არსენალი ძელი მეთევზის. ახლა შეფუთულები ვართ ჩვენ უკვე, მაგრამ მზად ვართ ყველაფრისთვის. გარდა ვეშაპისა, მაგრამ იმედია ვეშაპი შავ ზღვაში არ არის. არის, მაგრამ ცოტა. წავიდეთ, მოკლედ ისა დაგჩენია გავუდგეთ გზას. ჩვენ კიდე გვექნება საშუალება ეს, ასე ვთქვათ, ტექნიკა ვნახოთ ადგილზე, გაშლილ მდგომარეობაში, ასე რომ წავედით. ეს გადაცემა განსაკუთრებით მოეწონება იმ ხალხს, ვისაც ძალიან უყვარს თევზაობა და კატერით ტბაში სეირნობა. პალიასტომის ტბაში. კიდე მოგაყოლო. მივდივართ კოლხეთში, კოტე ბათმანიდთან ერთად, წავედით. როცა მანქანაში ჯდებით, კიდევ ერთხელ შეგასცენთ, რომ არ დაგაუწყდეთ ღვედის შეკრა. ხოთამდე როგორ ჩახვიდეთ, ამის ახსნას არ დავიწყებ. კოლხეთის ნაკრძალში ჩასასვლელად ყველაზე მოსახერხებელი გზა სწორედ ეს ტრასაა. თუმცა დაცულ ტერიტორიაზე მოხვედრა სენაკის რაიონის სოფელ ზემოჭალა დიდიდანაც შეიძლება. მდინარე რიონზე ერთადერთი ბორანი დაცურავს. ბორანით ტყემდე გადახვალთ და იქიდან ფეხით რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ ნაკრძალშიც მოხვდებით. ეს გზა მეადრე მაქვს გავლილი, სიარულით ცოტა გაუვალ ბარდებში მოგიწევთ და ტალახსაც ვერ ასდებით, ასე რომ მე მაინც ჩვეულებრივ ტრადიციულ გზას გირჩევთ. ჩამოვედით, ეს არის ვიზიტორთა ცენტრი. დღეს ცოტა ისეთი ამინდი დაგვხდა, შედარებით წვიმიანი. ამიტომ პალიასტომზე გასვლა კატერით გადაიდო ხვალისთვის, მაგრამ იმისთვის რომ დღე არ დავკარგოთ უბრალოდ, აი კოტე მთელი თავისი არსენალით არის, ანკესებით ყველაფრით. აქვე არის შესანიშნავი პატარა ტბა, სასტუმროდან დაახლოებით არ ვიცი 20 მეტრში, მოკლედ ამასაც ნახოთ და იქ წავითევზავთ, ხო, ცოტა წვიმს მან, მე მგონი, წვიმაში. მოსინჯოთ, მაგრამ მინდა გითხრა, რომ პირველი რაც საინტერესო იყო და ძალიან კარგი იყო, შესანიშნავი გზა, რომელიც მოდის პირდაპირ აი შესანიშნავ ადგილას. საერთოდ არ არის ფული საპონდელი. შვენიერია და ასე ძალიან კარგი. ნებისმიერი მანქანით შეგიძლიათ მოსვლოთ, ეს მნიშვნელოვანია. ჯიპი და რაღაცები. მოდი, მე მგონი ეს დავტოვოთ, ეს არ დაგჭირდება დღეს, ეს ხვალის პალიასტომის ამბებია. წავიდეთ, ახლა ამ ყველაფერს ჩვენ დავყრით. სასტუმროში წვიმამ გადაიღო. ბუნება არის ჩვენ მხარეზე აშკარად. ფიქრობ თევზაობაც მშვენიერი იქნება. შედი. ყველაზე მოსახერხებელი ვიზიტორთა ცენტრთან ისაა, რომ სათევზაოდ პატარა ტბა იქვეა. თუ პალიასტომზე გასვლას პირველივე დღეს ვერ ასრებთ, თავისუფლად შეგიძლიათ აქ ითევზაოთ. სასტუმროში ანკესის დაქირავებაც შეგიძლიათ, მაგრამ კოტე მთელი არსენალით იყო წამოსული. ამ დღეს ჩვენ უნდა დავუჭიროთ ჩვენი ვახშამი, ასე ვთქვათ. ვახშამი იქნება თევზი. აი, მშვენიერი ტბა არის, სათევზაოდ აგერ ხალხის სხედან თევზაობენ. ნახოთ, რას დაიჭერს კოტე. მე ცხოვრებაში არ მითევზავია, არ მოგატყუებთ, მაგრამ მე მახსოვს ვანო თარხნიშვილთან ერთად კიტრიში რო ვიყავ, იმან იქ ითევზავა. მე მაგარი მეთევზე გამოვდექი. რა დაიჭირა? ალბათ გარასი. ვერაფერი ვერ დაიჭირა. და ბოლოს ჭამეთ სხვა რამე. ეხლა ვნახოთ დღეს ეს დავიჭერთ. კოტესთან ერთად. კოტე ბათმანიდი, დიდი მეთევზე, კაცი ოდისევსი, კაცი ზევსი. სხვა შორის ბერძნებს ერთი ჩვევა გაქვთ. კოლხეთიდან სულ რაღაცებს აყოლებთ ხოლმე ხელს. იცი რა, სხვას ახლოს თუ არ მომაკარებ,
ოქროსაც არ წავიღებ. თევზი დაიჭირე. კოტეს თევზის ჭერის საკუთარი მეთოდები აქვს. როდესაც ანკესზე წამოცმული სატყუარა არ ამართლებს, მსხვერპლი საჭმლით უნდა მოიზიდო. პირველი რაც არის, რაღაცა პატარა, ასე ვთქვათ, ფოკუსი ჩავატაროთ. ფიქრობ, რომ ანუ უნდა გადავიდო და რა მოვა რა არ მოვა? არა, იცი რა არის? მოვიზიდავთ თევზს რა. შევესწრებით. შევესწრებით. აი აქ გადავაგდოთ ეს ყველაფერი. ეს არის თევზის საკვები, რომ რაც შეიძლება მეტი თევზი მოვიდეს ერთ ადგილას. შემდეგ ვესწრებით იმ ადგილას უკვე ჩავაგდოთ ჩვენი ანკესი და შესაბამისად დავიჭიროთ დიდი თევზი და კარგად მოვილხინოთ საღამოს. ამ ყველაფერზე რომ მეცინება, ჩემ დავჭერდი. კიდევ ერთი მეთოდი, პური. მოდი ამ პური მოაბე რაღაც. მოგაწოდა? მომაწოდე. თალიანად ნამოვა. აი? ფუფ, მოგიდე. შეაყელა ხელოვნური? ხელოვნური შეაყელა. სილიკონ? სილიკონ? თევზი ამჯერადაც არ მოვიდა. მე თევზაობის არაფერი გამეგება. კოტეს თქმით დღეს თევზაობისთვის არასასურველი ამინდია. კიას მოთხრი. თუიფუე მოთხრი, პურმა არ გაამართლა. როგორც გამოვიდა დავჭიროთ ცოცხალ ორგანიზმზე. მე მგონი ეს გამოვიდა. ნესტიან ამინჩი ჭიის პოვნა არ არის ხოლმე ძნელი, მით უმეტეს სულ მიწაში. აი აქ რაც შეშებიყრია, შეიძლება შესაძლებელია აქ იყოს ჭია. რა თქმა უნდა, ჭიაზე უფრო კარგად მოდის. თევზი, თუ იპოვე მოუჩიჩქნე ერთ-ერთი ცალი, კაი იქნება. თუ არა და მოგვიწევს პურზე ლოდინი ისევ. როგორც წესი ჭიანჭოლებიან ადგილში ჭია იშვიათია. უბრალოდ არ გაახარებენ. ძებნა მაინც გავნაგრძე. პირველი რაც ვიპოვნე ლოკოკინა იყო. ყოველი შემთხვევისთვის მაინც გვერდზე გადავდე. არის ლოკოკინაზე მოდის. გადმოვალაგებ მაინც. სხვა შორის აქ არის ბევრი გველებიც. ოღონდ საშიში არც ერთი არ არის, არის ჩვეულებრივი. ავით მძლოქს ეძახიან ქართულად თუ რაღაც რომელიც არ ეკმინება. შხამი საერთოდ არ აქვს. შეიძლება ეგ ჭიაყელის დროს გადააწყდეთ ეგეთ რამესაც. კატე? მოიტანე? თელი ქეკვის შედეგი არის ერთი ჭია. ორად გაიყო აქ რაღაცა გამოღვიძებაა გესმის უკვე. რა გამოღვიძება? ამ ჭიას რა უვა? მოიცადე? მოიცადე? ერთი წამით? ვიცი მე შენ გამოღვიძება. ერთი წამით? ერთი შეხედვით მოკლე ჭია ხელზე ისე გაიშალა ორი ცალი გამოვიდოდა. კოტემ თევზაობა ახალი სატყუარით განაგრძო. ვერ გეტყვით რისი ბრალი იყო, მაგრამ თევზი ჭიის მერე პურზეც კარგად წამოვიდა. არის! როგორია? ჩემთვის საერთოდ მთელი ფაუნა იყოფა ორ ნაწილად. ნახევარი შედის წითელ წიგნში და მეორე ნახევარი კულინარიის წიგნში. და გულში მათქე რომ კულინარიის წიგნში რაც შედის იმას, იმიტომ რომ შივდება. ასე რომ გავაგრძელოთ და საღამოს დავბრუნდებით ცეცხლთან, ზარეულ კოტესთან და გარკულ სითხესთან ერთად. სხვათა შორის ზღვა ვიზიტორთა ცენტრიდან 5 წუთის სავალშია. საღამოს თუ ჩაისეირნებთ, საკმაოდ ლამაზია. ზე ჩავიდა თუ არა, ამინდი რადიკალურად შეიცვალა. ისევ გაწვიმდა. ამის მიუხედავად, კოტემ 1-2 თევზი დაჭერა საღამოსაც სცადა, თუმცა წვიმაში და სიმნელეში მალე მოგზრდა. თან წინ პატარა პიკნიკი გველოდა. თევზი და რა თქმა უნდა სასმელიც, რაც მთავარია საჭმელი საყიდელი აღარ იყო. მოკლედ დღე გავატარეთ შენივრად, კოტემ გაატარა საკმაოდ ნაყოფიერად, ბევრი ვეძებეთ ჭიაყელა.
ხან პურზე ვითეზავეთ, ხან სილიკონის ჭიებზე. და შედეგაც გვაქვს აი ეს თევზები, ისაც კარგია, რომ ცოტა რთულად მოვიდა რა თევზი და ისი არა, როგორც ასე ვთქვათ, აკვარიუმში არ თევზავ. ესე იგი ემბრიოლით იწვა, გუგუ, მოდი. აი ეს არის კეფალი, ნამდვილი თევზი. ფოთში როცა ჩამოხვალთ, საერთოდ კოლხეთში როდესაც ჩამოხვალთ ამ თევზის გარეშე, აქედან გირჩევთ არ წახვიდეთ. თუ არ წაიღებთ, გასინჯეთ მაინც. იწვება გადასაერევად. ყველაზე მაგარია, ეხლა უნდა მოგასმენიოთ ნამდვილი ეს ხო მეთევზეა. აფერისტი მეთევზის ნაამბობი, ყველაზე დიდი რამ ხო მეთევზის დაგიჭერია. ხელებ გაშლილი, თუ ხელებ დაგმული. მანა, რა ხალხს ეს დაგიჭერია. ყველაზე დიდი რაც გამიგონია მე რომ აი მეთევზეს რომ დაუბეს ხელი, იცი? არა. და ალბათ აი ხელო თქვიო, ესე ვთქვათ, ორივე ხელი დაუბეს თუ ერთ. აი ესე ორივე ხელი ერთად არის. ამ ხელად ეს დაგიჭერიო და აიცი ამ ხელად ესიო. აი ამ ხელად თვალი ქონდაო აი ეს რა, ეგ არის რა. მაგრამ შენ იცი აი მე გეტყვი ხა შენ როგორ ნამოიცნო მეთევზია თუ არა? როგორ ფიქრობ აი დედალი ჭია მამალი ჭიისგან როგორ უნდა განასხვაო? მამალს აქ. არა. აბა, დედალს? არა, ეგ ესე არ უნდა განასხვაო. აბა. აი კვილებში არ უნდა გამოვატარო. თუ გაეჭედა ესე იგი მამალია. ალო. რეკლამის შემდეგ. კატერით პალიასტომზე. ფრინველების თავშესაფარი. პალიასტომის ულამაზესი ხედები. როგორც გუში ვამბობდით, დღეს დილას გულ წავიდით პალიასტომის ტბაზე, სადაც გავისეირნებთ კატერით. დავთვალიერებთ იმ კარგ ადგილებს და ლამაზ ადგილებს, რომლებსაც რეინჯერები ყოველთვის სთავაზობენ ტურისტებს და თუ გაგვიმართლა ნახავთ ბევრ ჩიტებს, ასე რომ ისე გუშინდელი საღამოს მერე კარგია რომ დღეს გვახსოვს გუშინ რა ვთქვით. ცოტა მახსოვს. თავარი მახსოვს. და სხვათა შორის იქ შეიძლება შეხვდეთ ისე აი ზუსტად ამ ჩიტებს, აქ არის უამრავი ფიტული, ეს არის ვიზიტორთა ცენტრში, პატარა ეს მუზეუმივით. და უამრავი ჩიტია. მე გეტყვიეთ რამს. მე როგორც ბერძენი, ჩემს ოჯახში ინახება არგონავტების ხელნაწერი. ნუ მოგეხსენება ხა შენ ბერძნები ჭკვიანი ხალხი ვართ. წავით პალიასტო ამას გარეკილი აქვს გახურდა საშინლად. კოსტაკის ბათვანიდი. წავით. იცნობდეთ? წავით. გიყვარდეთ. წავით პალიასტოს. თავიდან სურვილი ჰქონდა პალიასტომზე გვეთევზავა, მაგრამ ცოტა ხანში მეც და კოტესაც თევზის დაჭერის სურვილმა გადაგვიარა და უბრალოდ გასეირნება და დათვალიერება გადავწყვეტეთ. პალიასტომის ნაპირთან კატერით გველოდებოდნენ. ამინდმა გაგვიმართლა. თუ წინაღამეს საშინლად წუნდა, დღეს არც ქარი გვაწუხებდა, არც ისი. მოკლედ, პალიასტომის სასეირნოდ იდეალური ამინდია. მოკლედ მოვედით პალიასტომის ტბასთან. მშვენიერი ამინდია. ტბა საკმაოდ წყნარია, იმიტომ რომ აქ ოდნავ მაინც თუ ღელოს სკესაში ხდება ხოლმე გასვლა. ზუსტად იმ ბოძების იქით იწყება დაცული ტერიტორიას, რომ წავიდეთ დავთვალიეროთ ბევრი საინტერესო ადგილი. დავტკბეთ. მიდივართ კატერით, რა თქმა უნდა. მოდი, არგონავტო. არსებობს ესეთი ლეგენდა, რომ ადრე აქ იყო ეკლესია, ანუ აქ არის ნაეკლესიარი, არავინ არ იცის ეს მართლა იყო თუ არ იყო. მით უმეტეს არავინ არ იცის ეს ვისი სახელობის იყო. მაგრამ ლეგენდა მაინც ლეგენდაა, ყველა ლეგენდას უნდა ვცეთ პატივი და დღეს ამ ადგილზე აღმართულია ჯვარი. აქედან დაახლოებით 200 მეტრში არის რეინჯერების სახლი, სადაც მიმდინარეობს მათი მორიგეობა. წავიდეთ იქითკენ, ნახოთ, დავთვალიეროთ.
ეს ადგილი. დავიდეთ. დავიდეთ. რეინჯერების სახლები ტბაზე რამდენიმეა. ისინი აქ მორიგეობით რჩებიან. რა თქმა უნდა, აქ არ შეიძლება ნადირობა, მაგრამ თევზაობაზე არავინ არაფერს გეტყვით. პალიესტომში თევზი უხვადაა. ერთადერთი აკრძალვა თევზის დაჭერაზე იქაა, სადაც მდინარე ფიჩორი პალიესტომს უერთდება. ბადეს აქ არავინ ჩაგაგდებინებთ. შორის აქ ცნობის მოყვარე ცხოველებსაც ნახავთ. ჩვენი კატერის ხმაურზე ნაპირთან რამდენიმე წამით ტურა გამოძრა. გაზაფხულზე პალიესტომის ტბაზე უამრავი ორნიტოლოგი იკრიბება. ისინი ფრინველებს და მათ ქცევებს სწავლობენ. ასევე აქ მიმდინარეობს მათი დათვლა. მთელი წლის განმავლობაში ტბაზე უამრავი სხვადასხვა ჯიშის ფრინველის ნახვა შეგიძლიათ. ხშირია, როდესაც აქ გადამფრენი ფრინველები რჩებიან. შესაბამისად, მათი პოპულაცია პალიესტომზე საკმაოდ დიდია. აუბიანი ადგილი უყვართ ფრინველებს, როცა გადამფრენია, საღამოს ხამით ტყეში არიან, როგორც სცენარი ყვალ ბალახი რომ არის იმას. ჭამის ამაზე რა ქვია, კატენებისას შემოდიან ივანენ და ტანს ჩაობლებრივად. და მე აქ იყრიან ხოლმე ეს გადამფრენი. გადამფრენი ფრინველები ზოგი რჩება ადგილობრივი, რომელიც რჩება რა, უმეტესად რჩება, რომელსაც არ შეუძლია. რჩება და ბუდობენ აქ. დაცული ტერიტორიების სააგენტო მაქსიმალურად ცდილობს ტურისტებისთვის კომფორტის შექმნას. თუ პალიესტომზე დიდი ჯგუფით ჩამოხვალთ კატერებთან ერთად, ეგრეთ წოდებული პანტომებითაც მოგემსახურებიან. და მთავარი პლუსი მართლა აქაურობის ნამდვილად ის არის, რომ ისევე როგორც ყველა დაცული ტერიტორიის შეგიძლიათ აი თბილისიდან, საიდანაც მოთხარ, სულ არ უხშად ვიტყვი, არათრიოთ კარავი აქეთკენ, ხო? ჩამოხვალთ, სულ 5 თუ 7 ლარი იყოს, მე მგონი ერთი დღით კარვის დაქირავება. დახვდებათ შვენიერი განზადებული კარავი. გავით მე დატოვებთ უკან, ხო? ანუ სიმძიმის სტარებაც არ უწევთ რა. კაიაკებიც არის, ბენზინის ნავებიც არის, კაიაკებიც მიყვარს ჩარდება, შევა კანალები, არხები რომ არის, პატარა ვიწრო არხები შედიან იქან და ათვალიერებენ რა, როგორ არის ბუნები, ის რა ქვია, ველური ბუნება. სხვათა შორის პალიესტომი ერთ-ერთი ყველაზე საშიში ტბაა საქართველოში. ოდნავ ველის დროსაც აქ არავინ შემოგუშვებს. აქ დაახლოებით ისეთი ვეღელო იცის, როგორც შუა ზღვაში. ამიტომ დროს იცის, რომ აღელვება იცის, სანდიდი აღელვება იცის, როგორც ქარი იმატებს, ისე იმატებს ტავღის ის რა ქვია. სიმღერა, სიმღერა. რა იტყვიან და ნანახება, რომ გაშავდება რა, საერთოდ გაშავდება და ფსკერი უჩანსო რა იტყვიან ისე. ხო, თან ღრმა არ არის მაინდა. არის და თან იცის ქაფის მოყენება იცის ზემოდან, ქაფს მოიყენებენ. ანუ ოდნავ ბამბიდით ფუჭდება აქ არ უშვებთ არავის. ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ტბაში არ შემოგიშვებენ. სხვა დროს არანაირი პრობლემა არ შეგექნებათ. პალიესტომზე ყველაზე ლამაზი პატარ-პატარა შესახვევებია. ეს არის უწყნარესი და ულამაზესი ადგილები, სადაც დაისვენებთ ყველაფრისგან და მეთევზეებისთვის აქ საერთოდ სამოთხეა. უამრავი სახეობის თევზი, მათ შორის ქარიყლაპიაც ამ ადგილებში უხვადაა. როდესაც აქ შემოხვალთ, კატერის ძრავი უნდა გამორთოთ. ნიჩვებით უგნებავთ თქვენ მოუსვით. თუ გაზარებათ, ყოველთვის გამოჩნდება ვინმე, ვინც ამას ითავებს. გონდოლიერ. ო თელ პალიესტომზე არის ესეთი პატარ-პატარა არხები, სადაც შეგიძლიათ შემოხვიდეთ ნავით და თქვენ თვითონ ხედავთ როგორ სიწყნარია, როგორ სილამაზეა. აი დამერწმუნდეთ
2 დღე აქ რო გაატაროთ, თბილისში ახლა ერთი თვე ნერვები აღარ მოგესწრებათ. მე არაფერზე საერთოდ. იმიტომ რომ საოცარი სიწყნარით არასთავარია, შეგიძლიათ ითევზაოთ, ვისაც თევზაობა გიყვართ და მაგალითად მე მაგალითად კოტეს. მე მინდა გითხრა რომ საერთოდ დამავიწყდა თევზაობა იმდენად რაღაცა ხო, რაღაცა ბუნებასთან ახლოს იმდენად ხარ რომ ცოტა ეს უხეშ შედარებას გავაკეთებ. ეს საქართველოში არ გქონია თავი. ანუ კინოში, ფილმებში რო რაღაცებს უყურებ, ეგეთი რაც მას ყველაფერი არის საქართველოს, ყველაფერი არის ჩვენი ყველაზე მაგარი დაცული ტერიტორიები. ეს არის კოლხეთი. ასე რომ დატკბით უყურეთ. ძალიან სილამაზეა და რაც თავარია ჩამოთით. ტბაზე რამდენიმე საათი ისეირნებთ. თუ თევზაობთ, აქ მთელი დღე შეგიძლიათ დარჩეთ. თუ უბრალოდ ათვალიერებთ, მაშინ 2-3 საათით საკმარისია. ასე რომ იაფად, კარგად და გემრიელად აქ დროს ყოველთვის გაატარებთ. დაცული ტერიტორიების სააგენტომ ამაზე უკვე იზრუნა. ჩვენც ნელ-ნელა ნაპირისკენ დავიძარით. აი ესე ჩაიარა ჩვენმა 2 დღიანმა ყოფნამ კოლხეთში. ბერძნები მიჩვეული ხართ, ხო? კოლხეთში ყოფნას რაღაცების წაღებას. ოდითგანვე წაღებას ვართ მიჩვეული. მე მაგას არ შეგარჩიეთ. არა, ჩვენ ვარ წაგვეღო პრინციპში, ეხლა შემონახული არ იქნებოდა. ხო და მე-5 კლასში ორიანს არ მივიღებდი მაგ ვითის გამო, მე ეგეც მახსოვს. მოკლედ, ეს კარგად და გემრიელად ჩაიარა ამ 2 დღემ. შეგიძლიათ ჩაუმბრძანდეთ, გაერთოთ, დაათვალიეროთ, რაც თავარია ეთევზაოთ, იმიტომ რომ კოტემ როგორც ეთევზე მიიღო გარკვეული იცი რა, მე ძალიან მენიშნა ერთი რაღაც რა, როგორც წესი შორ მანძილებზე არ დავდივართ ხოლმე რა. მაგრამ უყურე შაბათს წამოვედით. ფაქტობრივად შაბათსვე დავიჭირეთ თევზი. მართალია ეს არ იყო ისეთი დიდი რაღაც თევზაობა, მაგრამ გვეყო ყოველ შემთხვევაში. საჭიროა. საკმაოდ გვეყო, კი. სუფრა კარგი გაიშალა. კვირა დღეს ჩვენ მოვინახულეთ ფაქტობრივად მთელი პალიასტომი, დავათვალიერეთ თავისი, ასე ვთქვათ. და შენ შემთხვევაში რაღაც დონეზე დაზვერე კიდევაც სად შეგიძლია ჩამოხვიდე. შემდეგში ანკეცით და რომელიც პრინციპში პალიასტომზე გამოუცდელი ვარ, რაღაცები ვნახე, მომეწონა და ეხლა უკვე არის დაახლოებით 2-3 საათი, ხო, ჩვენ მე მგონი 2 საათია. ხო, საათს არ უყურებენ. ხო, საათს არ უყურებენ, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ჩვენ კვირას, ანუ მეორე დღეს კვირას ვიქნებით საღამოს თბილისში და ძალიან კარგია 2 დღიანი გვეყვა, ასე ვთქვათ რა, ეს ყველაფერი და ყველას ვისაც არ აქვს შეუძლია შაბათ კვირას დაგეგმოს აქ ჩამოს. ანუ გემრიელად რო გაატარო ვიკენდი, მინიმალური დანახარჯები შეგიძლიათ ჩამოძანდეთ კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე და არ წაიღოთ ისინი, რა ქვია, ოქროსაწმისი და ერიდეთ მედეებს. ჩვენ კი შევხვდებით ერთი კვირის მერე სხვა დაცული ტერიტორიიდან, რა თქმა უნდა, სხვა სტუმართან ერთად. კარგად. კარგად.